2026 წლის შემდეგ თქვენ ვეღარ ნახავთ პოლიტიკით დაკავებულ ოლიგარქს, ყოფილ პრეზიდენტს. ყველას გავაძევებთ, აცხადებს სომხეთის პრემიერი. ფაშინიანი პასუხობს დუმის დეპუტატ ზატულინსაც, რომელმაც ის ყარაბაღის დათმობის სანაცვლოდ ალიევისგან 5 მილიარდი დოლარის აღებაში დაადანაშაულა. რუსეთში გარკვეული წრეებისთვის სომხეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის მშვიდობიანი ურთიერთობა მიუღებელია, ამბობს ფაშინიანი. თქვენი დაკარგვა არ გვინდა, ასე მიმართა გერმანიის კანცლერმა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს მიუნხენის კონფერენციიდან. მერცი ამ შემთხვევაში მონტენეგროზე საუბრობდა, როდესაც თქვა, რომ იმედი აქვს აპრილში ევროკავშირთან უფრო დასაახლოებლად შესაბამისი ნაბიჯები გადაიქმება. კანდიდატის სტატუსი აქვს საქართველოსაც, თუმცა გაფართოების ბოლო ანგარიშით ის მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. მიზეზი ოცნების არადემოკრატიული ქმედებებია. ღმერთის წყალობით მას ბევრი დრო არ დარჩა, ამბობს ზელენსკი პუტინზე და აცხადებს, რომ უკრაინა და მსოფლიო უკვე წავიდა ბევრ კომპრომისზე. პუტინი და მისი მეგობრები ციხეში არ არიან და ეს უდიდესი კომპრომისია, უთხრა ზელენსკიმ გამოცემა პოლიტიკოს. მისივე თქმით, თუ ტრამპი პუტინზე ზეწოლით 2-3 ცეცხლის შეწყვეტას მიაღწევს, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს. 15, 16 და 17 წლის მოზარდებმა თბილისში სუპერმარკეტები გაძარცვეს, გაიტაცეს პროდუქტი და ფული. 3-დან 1 არასრულწლოვანი წარსულში ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლები, ხოლო მეორე ქურდობაში იყო მხილებული. სამივე მათგანი ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მათ 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.